მორიგი კრიტიკული ანგარიში ქართული ოცნების მისამართით ამჯერად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკო ფლაერტი აქვეყნებს მემორანდუმს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დააკისროს პასუხისმგებლობა კანონდამორღვევებს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის და გადახედოს ან გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონები, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. კომისარი, რომელიც საქართველოში ვიზიტით აპრილში იმყოფებოდა, ქართულ ოცნებას მოუწოდებს უზრუნველყოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. გააუქმოს ჯეოფარა 2024 წლიდან მიღებული ყველა ცვლილება გრანტების შესახებ კანონში და მაუწყებლობის შესახებ კანონში, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მათთან დაკავშირებული ცვლილება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივა დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი. ასევე უზრუნველყოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. სამართლისგან დაცლილი კრიტიკა ასე პასუხობენ ქართულ ოცნებაში მაიკლ ოფლაერტის გზავნილებს. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მიღებული კანონები უფლებების ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობაშია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონების გაწვევას არ აპირებენ და საქართველოს ხელისუფლების მისამართით ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. მართლ პარტიაში ოფიციალურ ბრიუსელს კვლავ უსამართლო, უტიფარ და შეურაცხმყოფელ მიდგომაში ადანაშაულებენ. ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებულ იქნა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. ჩვენ ვამბობთ, რომ შევიდეთ, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ დისკუსიაში, ვერაფერში ისინი ვერ შემოდიან, იმიტომ რომ ვერ შემოვლენ ობიექტურად, იმიტომ რომ ისინი არ არიან ობიექტურები და ამ ყველაფერთან ერთად ხედავთ იმ მასკარადს და იმ რაღაც უკვე გაცვეთილ PR შოუს, რასაც როგორც ბრენდავდნენ პირობითად რუსული კანონი, რეჟიმის კანონი და ასე შემდეგ. გაცვდა მეგობრებო მათი ეს სცენარი, გაცვდა მათი ეს მესეჯბოქსები, ასე რომ ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება. ჩვენს მიერ მიღებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად ევროპულ ქარტიასთან ადამიანის უფლებებს. ოფლაერტი ითხოვდა თუ არა, რომ კანონით არ ყოფილიყო აკრძალული და შესაბამისად ყოფილიყო დაშვებული სკოლებში და ბაღებში LGBT პროპაგანდა. ითხოვდა თუ არა, რომ ჩანაწერი, რომ ინცესტი აკრძალულია, ამოღებული ყოფილიყო და გაუქმებულიყო. მარტივი კითხვა არის, რომ დიახ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს ითხოვდა. ამ ყველაფრის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება, ეგრეთ წოდებული კრიტიკა, სრულად დასრული არის სამართლებრივი ნაწილისაგან. ვიწყებ კამპანიას გავაგებინოთ მაკას. ოპოზიცია კი ასე პასუხობს ქართულ ოცნებას. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის გზავნილები მათთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მართლმა გუნდმა ბოლოდროინდელი ქმედებებით თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში სრულად ჩაახშო. ლელოძლიერი საქართველოს წევრი გრიგოლ გეგელია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მაკა ბოჭორიშვილს წაკითხულიდან და ნათქვამიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვს. ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თურმე მას ევროკავშირისგან არც ერთხელ არ მოусმენია კონკრეტულად რა ნაწილში იყო აცდენილი ეგრეთ წოდებული გამჭვირვალების კანონი და გრანტების კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან. შესაძლოა ბოჭორიშვილის ზეციურ ხმას მოელოდა, ან უბრალოდ მახსოვრობის და კეთილსინდისების მძიმე პრობლემა გააჩნია. წინასწარ შემთხვევაში გაუგებარია, როგორ შეიძლება სვამდეს იმ კითხვას, რასაც ის ახლა სვამს. ეს რეჟიმი მიზანმიმართულად და შეგნებულად მავნებლობს და მანიპულირებს და თამაშობს თქვენი ბედით, თქვენი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის უვიზო მიმოსვლის სტატუსით, კანდიდატის სტატუსით და საერთოდ ამ ქვეყნის ისტორიით, აწყოთი და მომავლით. დღევანდელ რეალობას მარტივად რო ვთქვათ, ვქვია, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, განსხვავებული აზრის გამოხატვა არის ფაქტობრივად არათუ უბრალოდ შეზღუდული, არამედ ფაქტობრივად გაუქმებასთან არის ახლოს. უკვე დიდი ხანია საქართველოს აცდა ევროკავშირის გზას, ცივილიზებული სამყაროს გზას და აქედან გამომდინარე
ევროკავშირი იძულებულია მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა ის კანონი, რომელიც თავის შინაარსით უკანონოა, გაუქმებული იქნას. მაიკლ ოფლაერტის კრიტიკული ანგარიში ქართული ოცნების მისამართით ერთადერთი არ არის ხელისუფლების პოლიტიკას თითქმის ყველა ევროპული სტრუქტურა აკრიტიკებს, მათ შორის ევროპარლამენტიც, სადაც რამდენიმე დღის წინ მორიგი კრიტიკული ანგარიში მიიღეს. მიმდინარე გზავნილების ფონზე კი არსებული ინფორმაციით 24 ივნის ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი გაფართოების საკითხზე შეხვედრას გამართავს. სხდომაზე კი ქართული დელეგაცია არ იქნება.